მოგესალმებით. ვესაუბრებით ამბროსი აღმსარებლის სახელობის მონასტრის წინამძღვარს მამა ანდრიას. დიდი მადლობა, რომ დრო გამოყავით ჩვენთვის. ძალიან საინტერესო პროცესების ანალიზი გვინდა თქვენგან. გვინდა გავარკვიოთ თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე, ის რაც ხდება, ეს არის პროვოკაცია, ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმე, არის შეტევა ეკლესიაზე, თქვათ, ვის წინააღმდეგ არის ეს პროცესი მიმართული, როგორც მამა პეტრემ თქვა თავის ინტერვიუში, მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ არის მიმართული თუ ზოგადად ეკლესიის წინააღმდეგ. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებლებს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დაინტერესება ამ საკითხზე და ყველას ზუსტი ინფორმაცია ჭირდება. მეუფე პეტრეს განცხადებები აშკარაა, რომ მიუთითებს მეუფე დიმიტრიზე, ასე ვთქვათ, პირდაპირ. რადგან ეს საქმიანობები, რაც გამოიკვეთა პირველი ეტაპი მეუფე თეოდორის საქმის გახმაურება, შემდგომში მეუფე იაკობის გამოსვლა, საჯაროობა, ინფორმაციისა, იმუნიტეტი არ არის სიძეობა და შემდგომ ეს მსგავსი ტიპის განცხადებები, რასაც მოყვა ყველაფერი ის პროცესები, რასაც ჩვენ თვალყურს მივადევნებთ. რამდენად აუცილებელი იყო საჯაროდ ამ ყველაფრის თქმა, თუნდაც ეპისკოპოსების მხრიდან, ანუ მღვდელმთავრების მხრიდან. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ სწორი ინფორმაცია. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ უწმინდესი შვილია მთელი საქართველო, განაამშულებს არ უნდა გქონდეთ სწორი ინფორმაცია, რასთან გვაქვს საქმე. მეუფე პეტრემ სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება მისი საუბარი ციანიდის საქმესთან. მან ესეთად დაადასტურა. გამართლდა 100%-ით ჩემი ვარაუდი. რა ვარაუდზეა საუბარი, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო. მამა გიორგის უდანაშაულობაზე თვით მეუფე ანდრიამაც თქვენ იცით, რომ ქრონიკასთან მიცემული უბრალოდ ამბიონიდან ნათქვამი ქადაგება. რომ მამა გიორგი უდანაშაულო არის და უნდა შეინანონ დამნაშავეებმა. და თქვენ თვითონ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძვლოს, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა, როცა ჯერ კიდევ ადვოკატები ვერ საუბრობენ, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, გარდა მეუფე პეტრეს განცხადებებისა? მეუფე პეტრეს გარეთ გამოსვლამ და ასეთ ხმამაღალმა განცხადებამ მოგვცა ყველანაირი საფუძველი იმისა, ჩვენ ასე ვისაუბროთ. ეს თქვენი უფრო პიროვნული ნდობა მის მიმართ თუ დამატებით თქვათ ეკლესიაში არის რაღაც ტიპის ინფორმაცია? ეკლესიის მაღალი იერარქებისადმი ნდობა და პლუს სასულიერო პირი, რომელიც უწმინდესთან ძალიან ახლოს იყო. ფოტოკოლაჟებიც, ესე ვთქვათ, ამის საშუალებას გვაძლევენ. როგორ აწვდის თავად უწმინდეს ტრაპეზზე, ესე ვთქვათ, საკვებს, სხვადასხვა ადგილას გადაღებული ფოტოები. თუმცა მეუფეთან ნაწილი უკაცრავად მამა ანდრია საუბრობს იმაზე, რომ ენდობა პროკურატურას და ენდობა ძიების პროცესს და ჯერ არ ამბობს იმ ცალსახად. პრინციპში არც პატრიარქის იმ დამონტაჟებულ და მერე უკვე დაუმონტაჟებელ ვიდეოში ჩანდა, რომ ცალსახად არის ნათქვამი, რომ მამა გიორგი უდანაშაულო ამ პროცესში. ჩვენ როდესაც მხოლოდ ცალი მხრიდან ეს ვთქვათ ვადევნებთ თვალყურს. ინფორმაციები მხოლოდ ერთი კუთხით შუქდება დამნაშავების თვალსაზრისით და არ ჩანს გამართლების, ესე ვთქვათ, ადეკვატური პასუხები, გამამართლებელი ადვოკატების მხრიდან. ანუ რადგან მათ არ აქვთ საუბრის საშუალება, უფლება უფრო სწორედ. ადამიანს და მაყურებელს შეუძლებელია გქონდეს სწორი ინფორმაცია და შესაბამისი დასკვნები გამოიტანონ. აქედან გამომდინარე, თუნდაც ის ორი მღვდელმთავარი მეუფე ანდრია და მეუფე პეტრე, რომლებიც შიგნით იმყოფებოდნენ და მათ მორალური, ესე ვთქვათ, შინაგანი ვალდებულებით სრულად განაცხადეს, რომ მის უდანაშაულობაში ღრმად დარწმუნებული არიან. ჩვენც აქედან ამოვდივართ სწორედ, რადგან სხვა ინფორმაციებს არ ვფლობთ და შეუძლებელია გქონდეს. სხვადასხვა ვერსიებზე საუბარი გამორიცხულია. მე მჯერა და მწამს რომ მოდით მამა ანდრია, მადლობა, რომ არ ვისაუბროთ ვერსიებზე, მოდით ვისაუბროთ იმ ფაქტებზე, რომელიც თქვა თქვენ იცით რა ხდებოდა ეკლესიის წიაღში. თქვენ არაერთ ინტერვიუში მიუთითეთ დაპირისპირებაზე, იგივე მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ გავლენებზე ქაბატონის შარონა თეთრუაშვილის მხრიდან. თქვენ თვითონ რა ტიპის ფაქტები იცით, ამაზე გვესაუბრეთ? მოდით ჯერ აი ვთქვათ ისიც, რომ ეკლესიის სფეროში მოწამვლაზე არაერთი ფაქტი ყოფილა, ასე ვთქვათ, დაბრალება მკვლელობისა. თქვენ გახსოვთ ალბათ,
ჯერ კიდევ კირიონის მკვლელობის ფაქტი, როდესაც ტარასი კანდელაკს დააბრალეს. ასევე გახსოვთ ფაქტი, როდესაც წმინდა ამბროსი ამხსარებლის მკვლელობა წმინდა ამბროსი ამხსარებელს დააბრალეს მკვლელობა ეგზარქოს ნიკონისა. თუმცა ეგზარქოს ნიკონის წმინდანი არ არის და ამბროსი ამხსარებელი წმინდანია. ჩვენ სხვა კუთხიდან კი არ ვამბობთ, რომ ვინმე, ესე ვთქვათ, არ არის წმინდანი და ვინმე საინტერესოა ეს ისტორიული პარალელები, მაგრამ ანუ როდესაც უახლეს ისტორია არის ეს ამბროსის პერიოდი და თანაც ესე შეგვიძლია რომ ყველანაირი პარალელი გავავლოთ და ვისი მხრიდან მოდიოდა რუსეთიდან. მოდი აქედან დავიწყოთ. ყველაზე მთავარი ეს არის სწორედ და როდესაც მივუთითებთ შორენაზე, ვინ არის ეს? სწორედ ვამბობთ რომ რუსეთიდან არის. ეს სპეკულაციები, რაც ინტრიგები, რაც იხლართება, შეიძლება ვთქვათ, რომ ინტრიგების დედოფალი სწორედ ის არის. ყველა კუთხიდან მე არ ვიცი მამა გიორგის საქმესთან რა კავშირი აქვს მას. ხშირად გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შორენას მკვლელობაც იგეგმებოდა. არათუ მაღალი სასულიერო პირის და იერარქიის. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ეკლესიის შიგნით და გარეთ ყველა შორენაზე საუბრობს. აი, რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ქალბატონის შორენა ეს არის რუსეთი და ზოგადად რუსეთი მართავს პროცესებს. რაიმე ტიპის დისკურსები, მსჯელობები თვითონ საპატრიარქოს შიგნით, ეკლესიის შიგნით იყო საუბარი იმაზე, რომ თქვათ რუსეთის პოზიცია, რუსეთის ორბიტაზე ყოფნა რაღაცა გადაწყვეტილებებში იყო გამოხატული და დისკუსია ამაზე თქვათ აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. თქვენ თუ მოისმინეთ განცხადება ის 2000 ესე ვთქვათ, მრევლი მთავართან ერთად, რომელიც საქართველოს უნდა მიეღო და ხედავთ უარი განუცხადა თანხმობის შემდგომ საქართველოს ეკლესიამ რუსეთში აღმოჩნდა თავისი მუდამთავრი თურთ. ეს ფაქტორიც მეტყველებს ბევრ რამეზე და არაერთი შეიძლება მსგავსი დასახელდეს. აქ ვინმეს მართავს და ესე უშუალოდ ყოველწუთს რეკავს, ამაზე რა თქმა უნდა საუბარი არ არის. მართლობის ეს სფეროები ამ კუთხით არასდროს არ განხილულა. მართლობაში იგულისხმება, როდესაც პროცესებში შენ აძლევ ჩარავის უფლებას. და შენ როდესაც ამით ზეგავლენას ღებულობ შემდგომ სხვაზე. შენ შეგიძლია იქიდან მიიღო ძალაუფლება და შემდგომ შენ ავრცობ სხვებზე. და მაშინ ვინ გამოდის ეს შენ? შორენა პატრიარქი გამოდის ეს შენ? პატრიარქი არა. პატრიარქის გარეშე როგორ შეიძლებოდა თუნდაც გადაწყვეტილება მიღებულიყო იგივე 2000-ი თქვენ თქვით კონკრეტული გადაწყვეტილების თაობაზე. ვინ აძლევს თუ შორენას აქვს ეს გავლენები? ვინ აძლევს საშუალებას რომ კონდეს ეს გავლენები? დიახ, შორენას გავლენებზე როდესაც საუბრობ, ბევრი ისეთი საკითხი ყოფილა თუნდაც ბიზნესმენებიდან, როდესაც ასე ვთქვათ, კონკრეტულად ჩემზე შემიძლია პირადად ვისაუბრო. მე მგონი უფრო სწორი იქნება, რომ თქვენი კონკრეტული მაგალითები თქვით. აკადემიის სფეროებიდან. როდესაც მე თვითონ უშუალოდ აკადემიაში ვსწავლობდი, მართლობის სისტემა და მართლობის, ასე ვთქვათ, კლანური მხარე კარგად გამოჩნდა. სტუდენტებისგან მივიღეთ უამრავი უკმაყოფილება, უბრალოდ სტუდენტებისგან მიიღეს მათ უამრავი უკმაყოფილება, რაზეც პასუხი უნდა გაცემულიყო. აი, უკმაყოფილებარით იყო ჯერ ნაკარნახევი ეს რომ აუხსნათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. რა თქმა უნდა ავხსნით, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ პასუხები გაცემულიყო, მე მახსოვს პირველი ეს თქვა ალღა წამოვიდა, როდესაც მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, სემინარიის, მაშინ მამა გიორგი რაღაცას გაუბრაზდა ერთ სტუდენტს და გრაფინის თავსახური ესროლა. ეს უკვე მის ფსიქიკურ მხარეზეც მეტყოლებს, ასე ფსიქოლოგიურად, როდესაც სასულიერო პირებს კანონიკურ სამართალზე, სიმშვიდეზე, სიყვარულზე ვესაუბრებით, თავად უნდა ვიყოთ ამის მაგალითები. შემდგომში იყო, როდესაც აკადემიის პირველ კურსზე ვიყავი, უამრავი ფაქტი. ამ ფაქტზე რეაქცია არ ყოფილა გარდა იმისა, რომ სტუდენტმა უკმაყოფილება გამოხატა, თუმცა იმ სტუდენტს პირიქით ბოდიში მოახტევინეს. და ახსნა განმარტების ესე ვთქვათ ბარათი დააწერინეს. პირველ კურსზე როდესაც ვიყავი, იგივე პრეტენზიები იყო მამა გიორგისადმი და როდესაც ავდექი მე პირადად და ვთქვი ჩვენი ჯგუფის სახელითაც რომ არ იყოს სწორი მისი მხრიდან შეწოლები, მოვიდა და მომიკაჩა ცოტათი ესე ვთქვათ ხელიც კი შემახვდა. მას მე ვუთხარი რომ მოციქულთა 27 კანონი განკვეთას ითვალისწინებს მუშტით ქადაგებისთვის. რაზეც მკაცრი, მკაფიო განცხადება იყო ჩემგან.
შეუძლიათ ეს ფაქტები დაადასტურონ თვითმხილველებმაც კი აკადემიის იმ სტუდენტებმა, ვინც უშუალოდ მონაწილე იყო ამ სპეციალურ მედიაში მოიძიება წერილი, რომელიც აღწერს გარკვეულწილად ამ ჩვენ წერილები სემინარის უწმინდეს გაუგზავნეთ. ეს იყო 2005-დან 12 წლამდე მმართველობის პერიოდი. უпростоრედ ჯერ უწმინდესი იყო რექტორი და მაგდროს ჩვენ სრული სიმშვიდე გქონდა. და შემდგომ იწყება მთელი რეპრესიების საბჭოური პოლიციური რეჟიმი. და პატრიარქმა იცოდა ამის შესახებ. ჩვენ პატრიარქთან როდესაც გსურდა შეხვედრა, პირველ რიგში რა თქმა უნდა, ჯერ ადმინისტრაციასთან მქონდა საქმის გარკვევის პროცესები და ადმინისტრაციაში არ გაირკვა. მამა გიორგისთანაც მქონდა შეხვედრა და მისგან მხოლოდ თავის გამართლება მივიღეთ და რომ ჩვენ არ უნდა ვაზროვნებდეთ ასე, ეს არის ეკლესიის მტრობა, მაგრამ რა არის ეკლესიის მტრობა? უნდა ვისაუბროთ თუ არა ღიად. მე გაგახსენებთ, თუნდაც წმინდა ამბროსი, როდესაც საუბრობდა, ის საბჭოთა გაზეთებით გვესაუბრებოდა. მაშინ სად არსებობდა მართლმადიდებლური ჟურნალ-გაზეთი და არც ტელევიზია იყო. და სხვათა შორის ფსევდონიმებით წერდა, ამბერის ფსევდონიმით. რას ნიშნავდა ეს? ის ეწინააღმდეგებოდა იმ პოლიტიკურ ვექტორს, რომელსაც ითვალისწინებს ჩრდილოვანი მმართველობა. და სხვათა შორის მისი ეს ვთქვათ ბანერით ჩვენ გვაქვს სასულიერო სემინარიაში მმართველის გამოკრული, სადაც ის აღწერს, რომ მისი 37 წლის მმართველობა რუსეთის ესე ვთქვათ მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული. და ის მოითხოვს, რომ საოკუპაციო ესე ვთქვათ ჯარები, რომელიც განთავსებული იყო რუსეთის ძალოვნები, განდევნილი იქნას და გაშვებული იქნას, ანუ დაუყოვნებლივ. ნახეთ, თქვენ მუდმივად ახსენებთ ძალიან სწორ პარალელებს ამბროს ხელაიაზე, მათ შორის, მაგრამ ნაკლებად ვახსენებთ მოქმედ პატრიარქს, ილიამ მეორეს და საუბრობთ ჩრდილოვან მმართველობაზე. მე მინდა ცოტა უფრო შევახსენებთ ჩვენს მშველს და მაყურებს, რომ მამა ანდრიას ვესაუბრებით ამბროსი აღსარებლის მონასტრის წინამძღვარს. მე მინდა უფრო ციცხადე შევიტანოთ. ნახეთ, როგორი სურათი იხატება, რომ პატრიარქზე ჩრდილოვან მმართველობას საპატრიარქოში ქმნის შორენა თეთრუაშვილი, რომელიც პატრიარქს პრინციპში არაფრით ეკუთვნის, განსხვავებით მეუფე დიმიტრისგან, რომელიც არის მისი ძმის შვილი და გამოდის, რომ გავლენები მეუფე დიმიტრიზე მეტად და წვდომა პატრიარქისთან აქვს შორენა თეთრუაშვილს, რაც უბრალოდ ძნელად გასაგებია ჩემთვისაც და რიგითი მაყურებლისთვისაც ალბათ. იქნებ აგვიხსნათ ეს როგორ ხდება და თუ პატრიარქის ნება არ არის ამგვარი ტიპის გავლენების არსებობა ზოგადად, მაშინ როგორი არსებობდა საერთოდ? ხა მე ვინმეს გამართლებას ვერ დავიწყებ კონკრეტულად, ვინ არის დამნაშავე, ვის რამ ხელა ძალაუფლება აქვს, მაგრამ რეალურად მე შემიძლია ერთი რამ დაბეჯითებით ვთქვა, როდესაც პატრიარქთან ჩვენ შეხვედრა გვინდოდა, სწორედ შორენა თეთრუაშვილმა არ მოგცა ამის საშუალება. არც ერთი სტუდენტი, რომელმაც გამოთქვა სურვილი. მათ შორის ჩვენ ვიყავით დაახლოებით პირველ შეხვედრაზე გსურდა, რომ 80-მდე 100-მდე სტუდენტი შეხვედრილი ყავით. და საპატრიარქოსთან იდგნენ ეს სტუდენტები. მხოლოდ და მხოლოდ 2 სტუდენტი ისიც იძულებით შეგვიყვანეს და არც კი იყო იქ მოსმენა, იმიტომ რომ 6-მა სასულიერო პირმა სულ სხვა ცრუ ინფორმაცია უთხრა უწმინდეს. და შორენა თეთრუაშვილი იქვე იყო. თითქოს და ის არაფერ შუაში იყო, როგორც დღესაც განცხადებებში აკეთებს, მაგრამ ყველაფრის თავში იყო. ანუ თეოზი თავიდან ყროლდება, ასე ვიცით ჩვენ სწორედ. და შორენა თეთრუაშვილს პირადადაც უთხარი, რომ ამ სათავეში შენ დგახარ. და მას შეიძლება გაახსენდეს ეს სიტყვები, შეიძლება უარყოს, რომ მას არ შევხვედრილ ვართ. კითხეთ, ორჯერ შევხვდით თუ არა შორენა თეთრუაშვილს. რთულად კონტაქტება მედიასთან. აქედან გამომდინარე, მაშინ შემიძლია დავასახელო ის სტუდენტი, რომელთანაც ერთად შევხვდი შორენა თეთრუაშვილს, ვიად საბაძე. დღეს გერმანიაში იმყოფება, შეგიძლიათ ვეცდებით გადავამოწმოთ დრო გვეწურება, მინდა მაინც ცოტა მომავალში გავიხედოთ ბოლოსკენ, მამა ანდრია. მაინც რა შეიძლება იყოს კარგი შედეგი ამ პროცესის, მატრიარქატის დასრულება, თუ რა შეიძლება იყოს, რა თქვენ და რა ტიპის მოლოდინები გაქვთ? კარგი შედეგი მე მახსოვს, როდესაც აკადემიაში პროცესები სწორად მიმდინარეობდა და ჯანსაღად, ამის ჩახშობა შიგნითვე სცადეს, რატომ? იმიტომ რომ მამა გიორგი, პროსტო პრესვიტერი გიორგი ზვიადაძემ სოფლიო, ესე ვთქვათ, წიგნიერ პიროვნებად წარმოგვიჩინეს და რა იმ ასპექტებით, რაც მას სინამდვილეში ახასიათებს. ეს იყო ძალადობრივი ხელით შეხებები, ეს ფაქტები შეგიძლიათ მოიძიოთ თავადაც
ჩვენც ამ წერილში გვაქვს საუბარი ღიად უწმინდეს როცა მივმართავთ მისი არაადეკვატური ქცევების გამო, შემდგომ მისი ესე ვთქვათ პროტეჟე სასულიერო პირების სასულიერო სემინარიაში კვალიფიკაციით 0-ის ტოლფასი. კათედრების გამგედ სწორედ ესეთები გოვლინებიან და ვქონდა ჩვენ ამაზე საუბარი, რომ ეს არაპროფესიონალიზმი და მიკერძოებითი სამართალი იყო. ასე არ უნდა ყოფილიყო, ამანაც უხეში ესე ვთქვათ აგრესია გამოიწვია მათი მხრიდან და შორენას, როდესაც უთხარით, რომ აი ეს პროცესები უნდა გამოსწორდეს და უწმინდეს შეგვახვედრეთ, მისი პასუხი იყო, რომ მამა გიორგი ზედმიწევნით კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას მისი მხრიდან, ну კარგი შემსრულებელია. და არსად არ ჩანდა, რომ უწმინდესის მხრიდან მე არ ვიცი, ჩვენ უშუალოდ არ გქონია ესე ღია საუბარი უწმინდესთან, იმიტომ ამის საშუალება ფაქტობრივად არ მოგცეს. და პლუს ამ ყველაფერთან ერთ-ერთი საინტერესო გარემოება ტელევიზიას რატომ ვიყენებთ ამ ყველაფრისთვის ახლა და ამ წამს. იმიტომ რომ გიჭირთ უშუალო კონტაქტი პატრიარქთან. უშუალოდ ერთის მხრივ ანტონ სუროჟელს საინტერესო თქვა წიგნიერ მიტროპოლიტს აქვს ესეთი თქმა, საშუალება რომ მოგცეს უფალმა ჯოჯოხეთიდანაც კი ვიქადაგებო, არათუ საბჭოური ტელევიზიიდან. და ჩვენ საშუალება სადაც გვაქვს, როგორაც გვაქვს, რანაირადაც, სწორედ იქიდან მივმართავთ. ჩვენს არხებს არ თვლით თქვენ ჯოჯოხეთს. არა, რა თქმა უნდა, ეს ჰიპერბოლა არის და მაინც რომ გავიხედოთ მომავალში, რა კარგი და თქვენი აზრით რა ცუდი შედეგი შეიძლება დადგეს იმ პროცესისგან, რომელიც მიმდინარეობს. კარგი პროცესი ის არის, რომ ჩემი თავიდან აბსოლუტურად და ის მაღალი იერარქიებიდან ყველა გამოჩნდება ვინ რას ფიქრობს, რა გულის ტკივად, რანაირად ტკივად, რა მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ერთი ნათელი და კარგი ფაქტორი რაც არის, ბურუსით მოცეული რუხი კარდინალი შორენა ნათლად გამოჩნდა, რომ თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ ყველაფერ შუაშია. თითქოს არაფერი იცის, მაგრამ ყველაფერი იცის. ნუ აბსოლუტურად მისი განცხადებები თუ არაფერ შუაშია. ელემენტარული ქრისტიანული ეთიკური მოძღვრებიდან ჩანს, რომ მას მარტივად შეუძლია ამ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს, დაადგეს, სხვა პროცესები გაჯანსაღდეს. ერთი ქალის წასვლა არსებითად შეცვლის მომავალ ყველაფერს. ერთი ქალის წასვლა კი არ არის, აქ მთლიანად მისგან შექმნილი ჯგუფის წასვლა იგულისხმება. ანუ ჩვენ აქ არ გულისხმობთ, როდესაც ოქროს თევზები ახსენა მეუფე პეტრემ, აქ შორენაში გაერთიანებულია უამრავი ჯგუფი. როდესაც შენ აკადემიის რექტორი ხარ, გაქვს ცდომა სტუდენტებთან და შეგიძლიათ გადაამოწმოთ აკადემიაში როგორი პროცესები მიმდინარეობს. მეუფე პეტრემ როცა თქვა, რომ საეკლესიო სამართალი უნდა აღდგეს, მამა გიორგიმ სტუდენტები დააშინა. ამ საკითხზე თუ იქნება საუბარი, ვერ დაამთავრებთ სასწავლებელს. თქვენ თვითონ განжит რა იწვევს ესეთ განცხადებებს, ეწოლა თუ სიყვარული, თავისუფლების მოყარეობა, ანუ შინაგანი, რაც ქრისტეს მიერი დემოკრატიაა და არა დემონოკრატია. ანუ მიკერძოება იმას გულისხმობს, რომ მე როგორც მსურს, მე როგორც მინდა, სწორედ ისე უნდა იაზროვნო. მარკუს ავრელიუსს აქვს შესანიშნავი, ესე ვთქვათ, წიგნი ფიქრები. და იქ წერს, რომ თუ ადამიანს გაუკონტროლებ ენას, გაუკონტროლდება გონებაც. მით უმეტეს პროტოპრესვიტერია. და აი ეს თანამდებობები ხალხს აიძულებს იმის ფიქრს, რომ მისგან ყველაფერი დადებითი და კარგი უნდა მომდინარეობდეს. ასევე გაგახსენებთ, როდესაც ეკლესიის ისტორიები იწერებოდა, მას სხვადასხვა ჟამთან აღწერილი წერდნენ, არათუ ერთი. კარის იმპერატორების კარის ისტორიკოსები ვინც იყვნენ, დადებითს აღწერდნენ. მაგრამ ჩვენ გვახსოვს ასევე ეკლესიის ისტორია, რომლებიც საიდუმლოდ იწერებოდა და შემდგომ ღიაობითა გამოჩნდა, რომ არც ისე წმინდანები ყოფილან ის პიროვნებები, ვიზეც საუბრობდნენ თავის დროზე განდიდებით. ამაო ისეთ ღრმა თემებში შევდივართ, შეიძლება ძალიან სერიოზულ სკეპტიციზმს და მივიყვანოთ ჩვენი მაყურებელი, ამიტომ მოდით გადავდოთ ეს თემები, თან დრო ამოგვეწურა. ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით ეს საუბარი. ამავდროულად საჭირო, მადლობა რომ შეგხვდით. გმადლობთ და აი გამოვარკვიოთ ის პიროვნებებიც თუნდაც, რომელთაც მის გარემოცვაში ვხედავთ, გნებავთ მამა შალვა კეკელია, რომელიც ღიად საუბრობს, ჭორვილის მორჩილი, როდესაც იყო, იქიდან შეგიძლიათ მისი ისტორიის გამოძიება, ვინ არის ეს პიროვნება. საინტერესო დაბა ახსენეთ, ჩვენ ვეცდებით რომ გადავამოწმოთ. ჭორვილაში მამა ბართლომე ფირცხალაშვილთან ერთად მსახურობდა, ისიც ღია განცხადებებს აკეთებს ძალიან ხშირად არქიმანდრიტი. ორივე ჭორვილიდან შემდგომში რატომღაც წამოვიდნენ, ერთმა კაბაგანიმოსა,
მეორე მამათა მონასტრის 11 მონასტრის წინამძღვარი გახდა და უშუალო ურთიერთობა ჰქონდა შორენა თეთრუაშვილთან. რატო საუბრობენ ესე ღიად და თითქოს და სიყვარულით შორენა თეთრუაშვილზე და აგრესიით მღვდელმთავარზე, რომელიც სინოდის წევრია, შორენა მაღლა დგას თუ მღვდელმთავარი. ვეცდებით რომ გადავამოწმოთ ფაქტები და ცოტა დავაბალანსოთ აგრეთვე ეს ამბები. მადლობა ინტერვიუსთვის.